გამარჯობათ. დღეს გესაუბრებით, როგორ მოვემზადოთ ზამთრისთვის, ცივი პერიოდისთვის, რომ ჩვენი ორგანიზმი იყოს ჯანმრთელი, ძლიერი და გავუძლოთ იმ ვირუსულ დაავადებებს და იმ ქრონიკულ დაავადებებს, რაც შემოდგომის პერიოდში და ზამთრის პერიოდში გვიმწვავდება ხოლმე. შეგახსენებთ, რომ პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ერთხელ უნდა ჩავიტაროთ ბიორეზონანსული კვლევა. რას აკეთებს ბიორეზონანსული კვლევა? რას ვიკვლევთ? ვიკვლევთ 47 ორგანოს, ვიკვლევთ ხერხემალს მთლიანად თავისი პათოლოგიებით, ვირუსები, ბაქტერიები, პარაზიტები, ჰელმინთები, მათი კვერცხები, სოკოები, ონკოუჯრედები, აგრეთვე ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები, ფერმენტები, რა ტოქსიკური ნივთიერებები არის სხეულში, ხომ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაზე ხართ ალერგიული? აგრეთვე გვიწერს ფსიქოსომატიკას, ჩაკრებს, აუროგრამას, აგრეთვე გვიწერს სწორ კვებას, ფიტნეს პიტანიას, ყოველდღურად რა უნდა ვიკვებოთ, რასაკვები არის ჩვენი სხეულისთვის ძალიან კარგი, ნეიტრალური და არასასურველი. აგრეთვე გვიწერს ჩემო ძვირფასებო, რომელი წამალი შეესაბამება ჩვენს სხეულს. ანუ აპარატზე ვდებთ კონკრეტულ წამალს, რომელიც გვინდა რომ შევამოწმოთ პრეპარატი, ხომ? და ეს პრეპარატი ამ პრეპარატს ჩვენი სხეული იღებს თუ არა, ან რა დოზა გვჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აგრეთვე გვიწერს დაბერების მიზეზს, სხეულის მასის ინდექსს, ასე რომ სრულყოფილ ინფორმაციას გვაწვდის ჩვენს ჯანმრთელობაზე ბიორეზონანსული კვლევა. ამიტომ ჩასაწერად უნდა დამირეკოთ, რომ ჩაგწეროთ ვიზიტზე ბიორეზონანსული კვლევის 571-24-08-37. აგრეთვე ჩემო ძვირფასებო, წელიწადში ერთხელ უნდა გავიკეთოთ ფიზიოთერაპიული პროცედურა უჯრედის აქტივატორით. ეს უჯრედის აქტივატორი, ტერაჰერცის ტალღები. ეს ერთი პროცედურა უდრის თქვენ, რომ 10 სამკურნალო მასაჟი გაიკეთოთ, ასე რომ შეგიძლიათ იმუნური სისტემა გაიძლიეროთ, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, იმუნური სისტემა ძლიერდება, ენერგეტიკული არხების გახსნა ხდება, ასე რომ ჩვენი ორგანოების გაჯანსაღება, გაახალგაზრდება, რეგენერაცია, აგრეთვე ხერხემლის, კანის გაჯანსაღება, ხომ? ვისაც კანზე პრობლემა, მოკლედ მთელი ჩვენი სხეულის გაჯანსაღება, გამოჯანმრთელება ხდება. აგრეთვე შეგიძლიათ მიიღოთ ჩაი ლიუვეი, დღეში 1 ფინჯანი მინიმუმ, ან მაქსიმუმ 3 ფინჯანი. არის ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგოა, მაღალი ქოლესტერინის, ვისაც აქვს, მაღალი შაქარი, მაღალი წნევა, აგრეთვე ვისაც სიცხე აქვს, ხო, სიცხის დამწევი ეფექტი აქვს, ან კვებითი ინტოქსიკაცია როცა არის, მოკლედ ჩაი ლიუვეი ოჯახში ყველას გვჭირდება, რომ გაასუფთავოს ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი კუჭნაწლავი იმ ტოქსინებისაგან და შხამებისაგან, რაც ორგანიზმში არის და ჩვენს იმუნურ სისტემას ასუსტებს. აგრეთვე ვისაც აწუხებს ფილტვები, ვისაც გული აწუხებს, ან იმუნური სისტემა აქვს სუსტი, ან ანთებითი პროცესები აქვს ორგანიზმში, ხომ, ან ონკოპაციენტია, შეუძლია მიიღოს ელექსირი ფენიქსი და ლინჯის კაფსულები, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ყველას შეგვიძლია თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით მივიღოთ ელექსირი ფენიქსი და ლინჯის კაფსულები, რომ ჩვენი იმუნური სისტემა იყოს ძლიერი. აგრეთვე შეგიძლიათ მიიღოთ D3 ვიტამინი კალციუმთან და კაორ ვიტამინთან ერთად. აგრეთვე შეგიძლიათ დალიოთ ხაიცაო გაიკალცი, რომ ძვლები გქონდეთ ძლიერი და ჯანსაღი. აგრეთვე შეგიძლიათ მიიღოთ თუთია ცინკს, რომ ვეძახით, ხომ?
და C ვიტამინი, რომ ზამთრის პერიოდში გავუძლოთ გრიპის ვირუსს და ვირუსებს. ასე რომ ჰიგიენური წესების დაცვა კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემო ძვირფასებო, რადგან ძალიან ბევრი დაავადებები როცა ადამიანი არ იცავს ხო ჰიგიენურ წესებს, მაშინ ემართება, ასე რომ თუ ჰიგიენურ წესებს დავიცავთ, ესე იგი, როდესაც გარეთ ვართ და შემოვდივართ სახლში ან შენობაში, ხელები უნდა დავიბანოთ საბნით, ჭამის წინ აუცილებლად უნდა დავიბანოთ ხელები საბნით, აგრეთვე, როდესაც ტუალეტში ვართ, ტუალეტის წინ და შემდეგაც უნდა დავიბანოთ საბნით ხელები და შხაპი უნდა მივიღოთ ყოველ დღე, ჩემო ძვირფასებო, რომ გვქონდეს სუფთა და ჯანსაღი სხეული, აგრეთვე ინტიმური ჰიგიენის მოვლა და მოწესრიგება, ინტიმური ზონის, ინტიმური ჰიგიენის დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა მიმართოთ წელიწადში ერთხელ სტომატოლოგს, მოიწესრიგოთ თქვენი პირის ღრუ, კბილები, ხრწილები, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა სწორედ პირის ღრუდან იწყება, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ ლამაზი, ღიმილი და ჯანმრთელი კბილები მთელი ჩვენი სხეულისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. აგრეთვე უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს კანს, ჩემო ძვირფასებო, მოგეხსენებათ, რომ შემოდგომით და ზამთრის პერიოდში კანი შრება, იქერცლება, ხომ? ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი კანის ტიპის მიხედვით კრემები და კვებავი კრემი აუცილებლად შემოდგომით და ზამთარში, ხოლო გაზაფხულზე და ზაფხულში უფრო დამატენიანებელი კრემები. აგრეთვე შეგვიძლია ჩავიტაროთ პილინგები, ხო? გავისუფთავოთ სახის კანი, რომ იქ ჭორფლი, ლაქები და ესეთი ეს არ გქონდეს და გქონდეს ლამაზი და მბზინავი და სუფთა სახის კანი. აგრეთვე უნდა მოვუაროთ და მოვაწესრიგოთ ჩვენი თმები, რადგან შემოდგომი ციცივის პერიოდში უკვე თმები შრება, ბოლოებიც იმტვრევა, მერე თმის ცვენაც იცის, ხომ? ამიტომ უნდა ჩვენი თმის ტიპის მიხედვით უსულფატო შამპუნი გამოვიყენოთ, აგრეთვე თმის ნიღბები არის, ჩემო ძვირფასებო, კონდიციონერი, ბალზამი და ამიაკის გარეშე თმის საღებავი. აგრეთვე შეგვიძლია გამოვიყენოთ დამატებით თმის ზეთები, მცენარეული ზეთები, რომელიც დაზიანებული თმებისთვის ძალიან სასარგებლოა და აგრეთვე თავის კანისთვის. შეგიძლიათ როზმარინის ზეთი, აბუსალათინის ზეთი, ქოქოსის ზეთი და სხვადასხვა ზეთები. კი ბატონო, გამოიყენოთ. ასე რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემო ძვირფასებო. სწორკვებას რაც შეეხება, სასურველია, რომ კვების რაციონი დააბალანსოთ, სასურველია, რომ საუზმე გქონდეთ ძალიან ესეთი სამეფო საუზმეს რომ ვეძახით, ანუ საუკეთესო საჭმელები, ესეთი ცილოვანი საკვები რაც არის, ხო? უფრო საუზმეზე მივირთვათ. შეგახსენებთ, რომ კუჭი იღვიძებს დილის 7 საათზე და იძინებს საღამოს 9 საათზე, ანუ საღამოს 9 საათის მერე ჩვენ საჭმელი აღარ უნდა მივირთვათ და კვების რაციონში ჩავრთოთ, ესე იგი, ცილოვანი საკვები, ბოსტნეული და ხილი, უფრო C ვიტამინით მდიდარი ხილი და ციტრუსები. ხო, აგრეთვე შეგვიძლია მივირთვათ ესეთი წვნიანი ცხელი კერძები. ხო, მინდა შეგახსენოთ, რომ ცხელი და ცივი კერძები, საკვები ერთდროულად არ უნდა მიიღოთ, იმიტომ რომ ეს უარყოფითად მოქმედებს ჩვენს კუჭნაწლავზე და ჯანმრთელობაზე, ანუ შეუთავსებელია ცივი და ცხელი ერთად. აგრეთვე წყლის მიღებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორ წყალს ვიღებთ და როდის ვსვავთ და როგორ ვსვავთ, ხო? დილით უზმოზე აუცილებლად 1 ფინჯანი მაინც ცხელი წყალი, სასიამოვნოდ ცხელი წყალი უნდა მივიღოთ და შემდეგ 15 წუთის შემდეგ ვისაუზმოთ. შეგახსენებთ, რომ ძალიან ცხელი და ძალიან ცივი
ანუ მაცივრის წყალს რო ვეძახით, ჯანმრთელობისთვის, ჩვენი კუჭნაწლავისთვის, საკლაპავი მილისთვის და ჩვენი კბილებისთვის ძალიან ცუდია, ასე რომ არ უნდა მივიღოთ ძალიან ცხელი და ძალიან ცივი წყალი. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი YouTube გვერდი, მოიწონოთ ჩემი ვიდეო ლექციები, ჯანმრთელობის ლექციები და კონსულტაციისთვის და ვიზიტზე ჩასაწირად დამირეკოთ ტელეფონზე 571 24 08 27. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.